ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, თუ რისთვის ჩავიდა ირაკლი კობახიძე ტირანაში, იმისთვის რომ მხოლოდ ერთხელ კადრში გამოჩნდეს ევროპელ ლიდერებთან ერთად და ხელი ჩამოართვას და შემდგომ ამ კადრზე ააგოს საკუთარი პროპაგანდა, თუ ნამდვილად სურს ახლა ირაკლი კობახიძეს ამ ურთიერთობების დალაგება და ის ნამდვილად ესაუბრება საქართველოს ევროინტეგრაციაზე ევროპელ ლიდერებს, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია პოლიტიკოსებისთვის, რადგან თუ კი გავითვალისწინებთ ქართული ოცნების ლიდერების და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებას და რიტორიკას, მაშინ როდესაც ის ევროპელ ლიდერებს ადანაშაულებს არაერთ გამოგონილ ბრალდებაზე და მათ შორის ის პირდაპირ deep state-ზე საუბრობს ამ ადამიანების მისამართით, შესაბამისად მხოლოდ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არის პროპაგანდისთვის, რასაც ირაკლი კობახიძე ახლა ტირანაში აკეთებს. ის მათ შორის ვრცელდება კადრები ემანუელ მაკრონთან ხელის ჩამორთმევის 20-წამიანი შეხვედრის კადრი. თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიციიდან პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არ ნიშნავს ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებას, რადგან არაერთმა ევროპელმა ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ამის პრობლემა აქვს, რადგან მან ძირი გამოუთხარა ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის აქ საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ და ახლა ციხეებში იმყოფებიან და შესაბამისად ეს შეხვედრები არის ბუტაფორია მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველს თვალი აუხვიონ, რომ თითქოს ახლა ქართული ოცნება ცდილობს ევროპულ ლიდერებთან ურთიერთობების დალაგებას. სინამდვილეში კი აქ ჩანს, რომ საკმაოდ ევროპელი ლიდერებისთვის პოლიტიკოსების შეფასებით კეთროვანადაც კი გამოიყურება ირაკლი კობახიძე. უბადრუკი პროპაგანდა არის ის, რასაც აწარმოებენ ამდენი თვეა და უკვე წელზე მეტია, ხო? რო ერთის მხრივ საერთოდ არაფერში არ ადარდებთ დასავლეთი მათზე რა სიტყვის, როდესაც მათ გააკრიტიკებენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ყველა წარმომადგენელს ევროსტრუქტურების, მაგრამ მაშინ როდესაც აი ხელის ჩამორთმევის რამოდენიმე წამიანი სცენა არსებობს, ამას იყენებენ ყველგან და ყველაფერში და ამით ხარობენ, რომ ეს რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია არის. ხელის ჩამორთმევით იზოლაციიდან ადამიანები ვერ გამოდიან. პოლიტიკურად იზოლაციიდან ვერ გამოდიხარ ხელის ჩამორთმევით. პოლიტიკურად იზოლაციიდან გამოდიხარ მაშინ, როდესაც ქმედით ნაბიჯებს დგავ. ქართული ოცნება ესეთი ნაბიჯებით მხოლოდ ატყუებს საკუთარ თავს და ამორჩევას. მისავე ამორჩევას, რომ რამენაირად შეაგულიანოს, რომ ყველაფერი ისეთ ცუდად არ არის მათ თავს, როგორც ეს წარმოუდგენ. მათი პროპაგანდისთვის, რომ დღეს ქრონიკის საღამოს გამოშვებაში გქონდეთ 10-წამიანი კადრი ვიღაცას როგორ ართმევს ხელს, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე მათთვის ვიღაცა როგორ ართმევს ხელს, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი, ამაზე ააგებენ მთელ კამპანიას, რომ ქართულმა ოცნებამ სცადა და გადატვირთა ევროპელებთან ურთიერთობა, მაგრამ ერთი დღე კოლონიალიზმს ებრძოდე, ერთი დღე საფრანგეთის პრეზიდენტს აბრალებდე ყველანაირ უკადრებელს, მათ შორის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და მეორე დღეს მთელი შენი პროპაგანდა მუშაობდეს, რომ აი მან მე ხელი ჩამომართვა, ეს არის ქოცური ნამდვილი სახე, რაც არის ეს ხელისუფლება. ზოგადად კობახიძე ისედაც ასოციალურად მიმაჩნია და ნებისმიერ გარემოშიც ჩემი აზრით მსგავსად იქცევა და მსგავსად რაც მიტოვებული სტაბილიზებას ტოვებს ყოველთვის. ამ კონკრეტულ შეხვედრასთან მიმართებაში საგულისხმოა რომ რაღაცა ტიპის შეხვედრები მოხდა და ეს იმას გვანიშნებს, რომ ოპოზიციამ ბაშებას სწრაფად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები, რაც გვაქვს და უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ, უკინა რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, იმიტომ რომ დრო არ მუშაობს საჩვენო, დრო მუშაობს იმ ხალხისადმი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციებში წარმოადგენს. არსებული ინფორმაციით ტირანაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ირაკლი კობახიძის ვიზიტი არის დასრულებული. ამ ვიზიტის განმავლობაში ირაკლი კობახიძე სხვადასხვა კომენტარისას საუბრობდა, რომ იგეგმებოდა შეხვედრები, თუმცა ამ დროის განმავლობაში ჯერჯერობით ვერ ვიხილეთ მასთან პირისპირ შეხვედრა, სადაც იქნებოდა საუბარი მაგალითად საქართველოს ევროინტეგრაციაზე და იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ახლა ქვეყანას უდგას. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო ელიკაშვილი.